მოგესალმებით მაღაზია მაგნუმიდან. მოხარული ვარ რომ ჩვენმა ვიდეოებმა კარგი, ასე ვთქვათ, გამოხმაურებები მოყვა ჩვენ ვიდეოებს. ჩვენ აბსოლუტურად ყველა კომენტარს ვუყურებთ და შესაბამისად გამოიკვეთა ერთ-ერთი იარაღი ATA Neo X, რომელსაც განვიხილავთ აუცილებლად და რაღაცა კონკურენტი ბრენდიც უნდა შევაჯიბროთ მას, ოღონდ მაგას უკვე საველე პირობებში განახებთ. სიურპრიზას აქვს ირაკლის. მოდი ახლა გადავინაცვლოთ, განახოთ თვითონ უშუალოდ იარაღი და კიდევ რა მინდა რომ ვთქვა. ის მოდელი, რომელი მოდელიც მას უნდა შევადაროთ, Neo X, საკმაოდ უფრო მეტი გამოხმაურება მოყვა ვიდრე Neo X. ამიტომაც ეს არის Neo X-ი. მაგარი დახვეწილი მოდელია. კარგად შეკრული მოდელია. ჩვენ ესე ვეძახით ხოლმე რა მონადირები რაღაცაერთ ხელში რო დაიკავებ და რა კარგია რა. აი ესეთი მოდელია ეგ რა. აწეული თამასით არის 10-იანი მილიმეტრით დაგრძელებული ნასატკებით არის. ესე იგი 3 ნასატკა აქვს დაგრძელებული 2.5 სანტიმეტრით და 2 ჩოულებრივი აქვს რა. ჩოკი, პოლიჩოკი და ცილინდრი. ვიზუალურს რაც შეეხება, ვიზუალი არის საკმაოდ დახვეწილი და ულამაზესი მოდელი რა. ეს რეზინების თან დაყოლილი აქვს, რომ ნახე ხელის კარგად დაჯდეს. ამ ყველაფერზე უფრო მინდა საველე პირობებში ტესტირებით გავაკეთოთ ეს ყველაფერი. მაინტერესებს ძალიან ესეც როგორ გაართმევს თავს, 24 გრამებს როგორ გაართმევს თავს. მიტანას და ასე შემდეგ ძალიან ბევრი. მოკლედ ამასაც ცოტა ჯუჯუხეთი მოუწყოთ რა. როგორც წინა Masai Mara-ს. ATA Neo X-ი, როგორც Masai Mara, იგივენაერად არის ინერციული სისტემა. წინა ვიდეოში Masai Mara-ს დამავიწყდა რომ მეთქვა, ის არის ინერცია პლუსი. დამატებული აქვს აი ამ ჩამტენ მექანიზმში პლუს პრუჟინა. რომ არასდროს არ გაჭედოს და იარაღმა. ხო და ესაც იგივენაირი სისტემა, ოღონდ არა ინერცია პლუსია, ეს არის ჩაულებრივი. ანუ ჩამტენი სისტემა კონდახში, აი ამაში და всё, აი აქ არაფერი არ აქვს. დანარჩენს ახლა უკვე ადგილზე, როცა მივალ საველე პირობებში სასრულად, გავისვით და ვნახავთ თუ რა შეუძლია ამ მოდელს და შევადარებ იმ მოდელს, რომელიც უფრო მეტი გამოხმაურებებით გამოირჩეოდა ჩვენს ვიდეოებში. დავაგრძელოთ ჩვენი ჩელენჯი. მივესალმები შენ მაყურებელს კიდევ ერთხელ. გამარჯობათ. მოკლედ გადმოვინაცვლეთ საველე პირობებში და როგორც გიორგიმ დაანონსა დღეს, ესე იგი გავტესტავთ ATA Neo X-ი, ხო? ATA Neo X-ი ლეგენდა. კი ბატონო. ვაჩვენოთ მაყურებელს შენი. ეს არის ATA Neo X-ი. საკმაოდ პოპულარულია რა. საკმაოდ და აქ გვაქვს ესეც საკმაოდ პოპულარულია რა. Stoeger M3000 ზუსტად ის იარაღი არის, რომელიც ინკოგნიტოდ დავტოვეთ. ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა სხვათა შორის კომენტარებს რაც გადავხედეთ. კი, საკმაოდ უფრო მეტი. მოდი გიო დავაჩელენჯოთ რა. მაგრამ შენ იარაღი რაღაც სხვა არის. ანუ ის აუქსენი ხალხს რა არის. ეს პირველად დახე ვაფშე. ეს არის შალვას ნამუშევარი. შალვა არის Drive Motors-ის თანამშრომელი, რომელიც აკეთებს Aqua Prints და ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული რაც კი შეიძლება გაეკეთებია და საცდელად გავაკეთეთ. ჩემს იარაღზე ეს არის წითელი პითონის ტყავში Stoeger M3000, რომელიც არის უცხო, აი PUBG სკინი არის რა, ეს სკინი. ხო. ეხლა ახლა დავანახოთ. ხო რა. ვიზუალში არის ულამაზესი. აი, ნახე. ეხლა ეს ქარხნულია. რა თქმა უნდა, მაგს ხუთი დაფარო უფრო რაღაცნაირი ლამაზია, მაგრამ ამ შემთხვევაში ესეთი დაფარვა თან კარგი ნამუშევარია მომეწონა. ესეთი რაღაცა საქართველოში პირველია. ხო, მომეწონა. მინდა აღვნიშნო. მოდი ხა ჩვენ რა გავაკეთოთ? ჩოკებზე ისაუბრე, მოყვები აბსოლუტურად ყველაფერში და მაყურებელს ვეთქვი ესეთ რაღაცას. გიყენია ნახევრად ჩოკი. სანამ ჩოკებზე გადავალთ. მე ვიქნები დღეს Stoeger-ით M3000-ით, შენ ყავი ATA Neo X-ით, როგორც არის ისე. მე ვარ Neo X-ით, შენ ხარ Stoeger 3000. და რას ვაკეთებთ? ზავს ვსდებთ. ხო, მოკლედ. წაგებული კისრულობს ბურგერ ბარს. რომელ ბურგერ ბარს? ახლა
დაწერეთ ბარების მფლობელებმა საიდან გავაგრძელოთ ეს ჩელენჯი. საიდან გავაგრძელოთ ეს ჩელენჯი. ეხლა კი შევეჯიბროთ მე და შენ. კი, რას ვაკეთებთ? მოდი ჯერ ორი სიტყვით ავხსნათ რა. ორივე არის ინერციული სისტემა და ორივე ცოტა განსხვავებულია მხოლოდ რა. ამ შემთხვევაში Neo X-ის სისტემა არის კონდახში ჩამტენით და Stoger 3000-ის სისტემა არის აი აქ დამბრუნებელი ზამბარა და ასე ვთქვათ, ამას მე დავშლი და უცებ ვანახებ რა. ყველაზე მთავარი. ზოგადად იარაღებთან ერთად ჩემო გიორგი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა ავტომობილით დადიხარ სანადიროდ. კარგი ავტომობილის ჩამოყვანა თუ დაგჭირდებათ, Car for You auto import-ი არის ქართულ ბაზარზე კარგი სტარტაპი, ესე ვიტყვი, კარგი თანამშრომლები და პროფესიონალები დაკომპლექტებული გუნდი არის, რომლებსაც 10 წლეული გამოცდილება აქვს და მანქანებთან ძალიან ახლოს არიან. როგორც ვიცი, 60%-მდე დაფინანსებაც აქვთ. შეგიძლიათ ისარგებლოთ მაგითი, ულიმიტო Carfax-ები, აი მანქანის ყიდვა რო გინდა და დარეკავ და აი სანამ თანხას არ ჩარიცხავ, მანამდე არ გიმოწვევენ რა, ანუ ისტორიებს და ასე შემდეგ, ხო ხტები? კი. ულიმიტო Carfax-ია ამ კომპანიას. დანარჩენ დეტალებს დავწერები უსურვოთ აღწერაში და სხვათა შორის მონიშნე. აი ეს ხალხი დამეხმარა Wrangler-ის შერჩევაში და ყიდვაში და ერთი სიტყვით ჩემგან ძალიან დიდი რეკომენდაცია Car for You auto imports და დარწმუნებული ვარ ზუსტად ისეთი ჩამოვან უკეთესი ჩემი მანქანა როგორც ბიჭებმა მითხრეს. ეხლა გადავიდეთ უშუალოდ იარაღებზე. მე დავრჩი უმანქანოთ Forester-ი გავყიდე და სხვათა შორის ჩემმა გამომწერმა იყიდა გიო ჩემი Forester-ი და შენთან მაღაზიაში გავიცანი ეგ ბიჭი სხვათა შორის რა. მაშინ შევხვდით და მოკლედ ჩემი Forester-ი ამ სეზონზე აღარ მეყოლება. მონადირეები ხო იცი როგორ გასნეირად. მოკლედ, მოდი ახლა უცებ დავშლი ამ ორ მოდელს. კაი, მე შენი დაშალე, მე ჩემსაც დავშლი. მე ეს გიო დანაშლელი არ მაქვს. რა დანაშლელი არ გაქვს? რამდენი ხანია რო ხმარობ? ეს? პირველად უნდა ვისროლო. ჩვენ ეს მორჩი. კაი, რანაირად ხენი. დავშალოთ. ეს მეორე უცებ ჩავხსნათ. ეს აი რაზე ვსაუბრობდი რა. ნახე. ორი იდეაში იდენტურია, მაგრამ განსხვავება რაშია? ამას დამბრუნებელი ზამბარა ამ მოდელს აქვს. Neo X აქვს აქ. აი ამას. ეს უფრო მარტივი გამოდის რაღაც ერთი შეხედვით რა. ამ სისტემაში კიდე ეს დამბრუნებელი ზამბარა არის წინ. ხო ხტები? ბალანსში ცოტა წინ კაჩავს ოდნავ ეს მოდელი რა, სამი. ზოგადად Stoger-ი, ანუ ამ სისტემიდან გამომდინარე. ეხლა ავაწყოთ და ვისროლოთ. ხო, რამდენი წელიანი ჩოკით უნდა ვისროლოთ და მე ვუყურებ რომ შენ გარე ჩოკი გიყენია. ერთ წუთი გავაჩ. ჩოკები ხო გაქვს? ხო, კაი. ეხლა მიყენია, ანუ Neo X მოყვება, 1 ჭრილიანი, 3 ჭრილიანი და 5 ჭრილიანი ჩოკები 2 სანტიმეტრ ნახევრიანი ესეთი. ანუ დაგრძელებული. გასაგებია. მე ვიქნები, რავი. შენ გიყენია ეხლა ნახევრად ჩოკი. გავიგე და რა ჩოკი დავაყენოთ, მეც მაქვს ჩოკები წამოღებული. მოდი ჯერ გავისროლოთ. ცილინდრებით გავისროლოთ. მოდი ვესროლოთ მწყერს. როგორც წინა მწყერს ვესროლოთ იგივენაირად თან კარდონს. კაი, ავაწყოთ ეხლა იარაღები და გავაგრძელოთ. ხო, ეხლა იქ საფანტის მარსვლების თვლა არ დავიწყოთ. არა, რა სწავლა. ჩვენს მაყურებელს ვკითხოთ, პირდაპირ ვიტყვი რომ რომლის შედეგი პირდაპირ ვიტყვი ერთ რამესო დეტალებში არ ჩავდივართ რაღაცა, რასაც ჩვენ ტესტავთ. ხო ხტებით იქ ანუ 1 მილიმეტრი რა, ანუ დეტალებში არ ჩავდივართ. ზოგადად ზედაპირულად რო შეხედოთ ჩვენ ვიდეოებს, ამიწვე გიორგი უფრო მსგავს ტიპის ვიდეოს ვიღებთ, რომ ზედაპირულად იცოდეთ რა და არა ძალიან დეტალურად. არ შლი ახლა ხო ხტები ამ მოდელებს ახლა თავიდან ბოლომდე და ასე შემდეგ. უბრალოდ ზედაპირულად. ძალიან კარგი თამასა აქვს, მინდა აღვნიშნო. Neo X. მაგრამ ვიზუალურად, აი გვერდიდან რო იარაღს უყურებ, Stoger-ის თამასა თითქოს აი ბერეტას წააგავს. მაღალი პლანკა. ხო, მაგრამ ნახე ვიწროა. ეს არის? ოკეი. 5 მილიმეტრი? ეს სანტიმეტრი. ეს 10-ია. კი ბატონო, განიერი მილიმეტრი. კაი. გავაგრძელოთ. კარგი. პირველი, გავისროლოთ 24 გრამები. მოვუწყოთ? ხო, მოვუწყოთ. ან მოდი, ჯერ 24 გრამები არ გმინდა, ჯერ თითო მოდელით ვისროლოთ, ესე ვთქვათ, ფურცელზე. ჩალაგებები ვნახოთ 25 მეტრიდან, 10 ნომრები გავისროლოთ, ზალა. და ბოლოს მოვუწყოთ კოშმარი, და ბოლოს ხო, გაცხელებულზე კიდე კოშმარი მოვუწყოთ. ოკეი, დაიწყე. დავიწყებ ამით. ოკეი. მოკლედ, გადავწყვიტეთ რომ ნახევარ ჩოკებით, ანუ 3 ჭრილიანებით ვისროლოთ და 30 გრამი 10 ნომერი და 25 მეტრი.
ჯერ გავისვრი სტოგერით, შემდეგ გავისვრი Neo X-ით. ცეცხლი ქონდა. აქ რა არის, ამას მაიმუნდობ შიგნით. მე მგონი სამწოდია მოწყობილი გას და არ ვიცი აქ. როგორი ცეცხლი გაყარა, ესეთი არაფერი არ მინახავს. ვაუ. ნახევარ ჩოკი. 10 ნომერი 30 გრამი. დამიზნება მქონდა აქ, აკრასაი დაახლოებით აქ მქონდა რა, დამიზნება. ცოტა ოდენაო. ვერზე? ოდენაო, ხო, ეხა. კაი. ეხა გავისროლოთ Neo X. მანძილი იგივე. ნახევარ ჩოკი, სამჭრილიანი, 10 ნომერი 30 გრამი. ძალა, უკონტეინერო. ამას ქონდა ცეცხლი, არ ქონდა. იმას მაგარი ცეცხლი ქონდა. გეუბნები რაღაცა. თელი არაღია და. ხო, რაღაცა შხამი გამოვაფქვია სტოგერმა. კი. იგივე უნდა ახლა მარცხნივ, მაგრამ ბევრად მაგარი ჩალაგებაა. დაუდო გვერდით. ის. რა ის? კი. შრო შევადაროთ. ეს არის სტოგერი. მაგრამ ბევრად მჭიდრო აქვს იმას. აი მარცხენას. მჭიდრო დააკვირდი? ხო, მაგრამ აი ის უფრო მეწვა. ის აი ჩალაგებით ის უფრო მეწვა რა. აჰა, ოკეი. ანუ ბადე უფრო კარგი აქვს იმას. ამას აი აქ მეტი სიმჭიდროვე აქვს, მაგრამ ფანჯრები მეტი აქვს. ამ შემთხვევაში კარგი განაწილება აქ უფრო არის. ესე იგი, ეს არის. ეს არის Neo X-ი, მარჯვენა, მარცხენა არის M3000 სტოგერი. მოდი ახლა მიყოლებით გასროლებზე გავტესტოთ. ჯერ 30 გრამებით გავტესტოთ მხრიდან, ხელიდან, მერე 24 მხრიდან, ხელიდან და ვნახოთ როგორ გართმევენ თავს. თან ვისაუბრებ ორივე იარაღის მორგების დროს და სროლის დროს დისკომფორტი მექნება თუ არა რა. წესი და კანონით ეს მოდელები კონკრეტულად Neo X-ი შეიქმნა ორივე პრინციპით, რომ ინადიროს კაცმა და გამოიყენოს სპორტული დანიშნულებით. ნუ სტენდზე თეფსე სასროლად რა, ორივეში გამოიყენებს. ამ შემთხვევაში კამოფირებული ვერსია და უფრო ნადირობისკენ არის დატვირთული რა ეს იარაღი. წამოდი ახლა დავიწყოთ ჯოჯოხეთის გახურება. სტოგერ 3000 აუცილებლად მიაქციეთ ჩვენს ყურადღება ხოლმე რა, ვაზნს როცა ალაგებთ. ეს არის დაუწერილი კანონი და თოფი გქონდეთ მიმართული ან ცისკენ, ან ქვემოთ. всё. 30 გრამი 10 ნომერი. ეს უბრალოდ ხრიდან ცადოთ ჯერ. იდეალურია, კარგია, მამაკაცურია. შემდეგ ძველი არ გავიწყებოდეს. ესე იგი, კარგად ისვრის. სტაბილურად დგას. სტოგერთან შედარებით პლუს 1 ვაზნა. ის არის 4 პლუს 1, ეს არის 5 პლუს 1. ღმერთმა, ესეც ძალიან მაგარი არის. ეხლა ხელიდან გავტესტოთ. იგივე გრამაჟი, 30 გრამი, სანამ ცხელია. მე მგონი შენმა კამოფლირებამ სიცხარე დაიჭირა. მოდი, ხელი მოკიდე. თუ გინდა. ჯერ აქ დაადე, მე იქ დაადე. ცოტათი. აბა, საინტერესოა ძალიან. გავაგრძელოთ ამ ჯოჯოხეთს შენი კამოფლირება როგორ გაუძლებს. საინტერესოა ეგეც. ხელიდან. всё. იდეალურად no problem. No problem, მაგრამ არ შემიყენა ფეხზე. უკან არ დამიტოვა დანარჩენი გართვა თავი. ეს იყო 30 გრამები. ეხა სარეკში უნდა წაგიყვანო შენ რა. იუბლი ყველაფერი მომარიდე მაშინ. ეხა ეს წავიდა. ოპა. წავიდა.
გაჭედა. ნუ გაიტანა. მოდი ვთქვათ, ერთის რომ შენი იარაღი არის კარგად დამუშავებული, ეს სულ ახალია. ეს ახალია, მე გადავა. აი, ეს არის უბრალოდ სულ მაგ 10 ვაზნან ასწორე. მერტოს ბურგერები წავაკეთე. ხო, ეს? აი, 24 გრამი. ნიჩიო. არა, ერთით-ერთია. არა უშავს. ერთით-ერთია. One. იტანაში. მასე შევადაროთ? კაი. მაგრამ მაინც წავაგებ. ეხა 24 გრამი მხრიდან. სტოგერ 3000. ყველაფერი შეიძლება და ხდება ხოლმე. ოპს, არა უშავს. ჯერ მხრიდან. გაგვიჭედა? ერთი გაგვიჭედა. ნახოთ. 24 გრამი. ატანეო X. ნუ მაინც როგორ არის ინერციული სისტემას მინდა აღნიშნო ერთი რაღაც, რომ დამუშავება ჭირდება უეჭველი. იცი რატომ ჭირდება დამუშავება? აი ეს ხახუნის ადგილი სადაც არის, ხო? და თვითონ ზოგადად სისტემა რომ დამუშავდეს კარგად, 36 გრამები არის კარგი, მძიმე გრამებია ცოტა კარგი თავიდან რა. ანუ ეს ჩემი შეხედულება, ყველას თავის შეხედულება აქვს. რეალურად მექანიზმი რომ კარგად დამუშავდეს 50 ვაზნა მინიმუმ საჭიროა რა. მოაგრილები იარაღს. მინიმუმ. გავაგრძელოთ. ამას ერთი გაჭედა. ხო. მეტი გაგვიჭერდა. მოკლედ. იარაღი არის სულ ახალი. რატომ მიყურებ? აი, ხელიდან სოლას, რა ვიცი, აზრი აქვს. მოდი ახლა ხელიდან ეს გავისურვოთ. აბა 24 გრამები სტოგერ 3000 ხელიდან. ნახოთ როგორ გააცმევ თავს. არა, ეს უკვე ვერავე. შანსი არ არის. მოკლედ. ანუ შეგინდა მითხრა რომ ამ იარაღით ნადირები არ გააქვს? ნასროლი არ გააქვს? როგორ არა, 10 ვაზნა მაქვს სულ ნასროლი. ხო, ეს 10 ვაზნა ჩათვლი 150-200-ია, ხო? რა გაქვს ჩასაბარებელი? ბურგერი მაქვს ჩასაბარებელი. ტიტნოლი. ხო, მოდი, რა ვიცი, კიდევ ერთხელ ხრიდან გავატანინოთ, თითოსოლა კიდე ჩაუტაროთ 24 გრამებით და ჩვენი რუბრიკაც დავასრულოთ. წაგებული ვარ და გაბრაზებული ვარ. მაგრამ მინდა რომ ერთ რაღაცა ვუთხრა მონადირეებს, მსროლელებს. ეს იარაღები, რასაც ჩვენ ტესტავთ, თუნდაც ფენომა, თუნდაც M3000, თუნდაც Neo X და კიდევ რასაც გავტესტავთ, ყველა უფრო ნადირობის დატვირთვით არის და სანადიროდ გვინდა უფრო რომ გამოვიყენოთ რა და შესაბამისად ამ ვაზნებს იმიტომ ვისვრით რომ მაქსიმალურად დაბალი გრამაჟი შევთავაზოთ იარაღს და როგორ გართმევს თავს, უბრალოდ მაგისთვის ვაკეთებს. როგორც ასეთი ნადირობაში იხვზე მაგალითად 24 გრამებით და 28 გრამებით არავინ ანადიროს. ასე ვთქვათ. გავაგრძელოთ ჩვენი რუბრიკა. ბოლოს გაიტანა. აუ, ნახოთ შენი რა სიძავს. არა, მინდა გითხრა რომ ერთი რამე. ორივე იარაღის სროლისას კომფორტულია, საერთოდ ვერ ვგზნობ აქ რა მოძრაობს სახეში. ხო. მოკლედ. აქ იმან მოგიგო. მაგრამ შენ აბარე. ეხა გავიხო, ბაზარი არა. კი ბატონო, მე ვაბარე ბურგერებს წაგებული ვარ. ეხა გავისროლოთ ჟაგნები. всё, ეს მანძილი გვექნება შემდეგ ვიდეოებში სასროლად 30 მეტრი რა, სტაბილურად. აი ტყეში რომ ღორი რო გარბის მაგალითად, ეხა 30 მეტრის დისტანციაზე გაქვს სასროლი რა დაახლოებით. მოდი პირველი გავისროლოთ BPS-ის 29 გრამიანი.
ну, იგივე ვაზნებია, რაც წინა ვიდეოებში და წინა იარაღებით გავტესტეთ რა და საბოტი. დავიწყოთ. 3-3 როლებით. შევცვალოთ ნასატკები, შევიწროებები და დავაყენოთ 5-ჭრილიანი ცილინდრები, რომ შევიწროებაში არ მოყვეს შაკანი და მაქსიმალური სიზუსტე მივიღოთ იარაღებიდან რა. ესე იგი, დისტანცია 30 მეტრი, 29 გრამიანით დავიწყოთ სროლა და ჯერ სტოგერით გავისროლოთ. მე იქით. აბა ნახოთ. Давайте. ой და გიორგი გამასვედროვები. გამა. ხო, ერთ-ერთი ტოპერო გამოდის რაღაც ხელებს რო იქნეს და ის ხო იმაში გაქვს რა ჩვევაში გაქვს ეს ყველაფერი. ხო. იგიც. ტაქს. 30 მეტრი. როგორც კვერნაძე იტყოდა და კლასიკური სამკუთხედი. Классическая треугольник. Кай. Კანუ ნორმალურია 12 კალიბრისთვის მინდა გითხრა. ნამდვილად არ არის ცუდი ანუ. მე შეჯგუფებას ვამბობ რა თვითონ დაშორებებს. 12 კალიბრია ძმო არანაირი ნარეზიანი ჩვენ აქ არ ვისვთ. თუმცა მას აიმარამ რა ქნა ხო ნახე. კაი. ეხლა ვესროლოთ X-ით. გავაგრძელოთ ტესტი Neo X-ი 29 გრამი BBS. Bizde. შემიბრალი არისო. უბრალოდ ემოცია ცოტა სულად გამოხატე. კაი, შემდეგი. სასწაულებს შრება. მესამე. 18 და რიანი გაბორღულობა ფართე ხედავ რა შვება. მოკლედ რო ვთქვათ, შოკში ვარ ჩვეულებრივად, იმიტომ რომ ძალიან მაგარი შედეგი აქვს. ძალიან. სულ არ მეგონა ესეთ შედეგი, ოღონ მართლა. კი ვიფიქრე რომ ახლოს იქნება სტოგერი დათქო, მაგრამ ესეთი აი, შემდეგი ტესტი ჩავუტაროთ. 24 გრამი ვესროლოთ. იქნებ ქვეკალიბრულია ცოტა ეს საბოტი რა და იქნებ ახლოს მაინც მივიდეს 3000 X-თან. მე იმას კი არ ვაქებ, ანუ აი ვადიდებ ან ერთს ან მეორეს. ორივე იარაღი ძალიან მაგრად მიყვარს და ორივე იარაღი ძალიან გამართულად და მაგრად მუშაობს. ეს ეხლა რას გავტესტეთ, სხვა ტესტებია. წავედით. აჰა, ეხლა ესენი მოვნიშნოთ. ეს აღარ გვაქვს, ესენი აღარ გვაქვს. და ვესროლოთ კიდევ ერთხელ. ესე არ გამოვა. ეხლა მინდა ეთ რაღაცა ვილაპარაკო რა. ამის მეპატრონემ ვისიც არის ეს იარაღი, მე ხო მაღაზიიდან არ მომაქვს პირდაპირ ეს იარაღი მართლა. ხო, მითხრა ესეთი რაღაცა რომ იარაღიო წამოღების წინ შევზეთეოდა. ჩემი რეკომენდაცია არასოდეს არ შეზეთოთ მექანიზმი სროლის წინ. იყოს მშრალ მდგომარეობაში. ნუ ისეთი იარაღები შეზეთეთ თუ ეს სვლა უჭირს რა რაღაც დონეზე. ამ შემთხვევაში საერთოდ არ ჭირდება არაფერს შეზეთო რა. ამის გამო გაჭედა რო იცოდე. ო. აი ამის გამო გაჭედა. ჩემს გეუბნები, ეს არის მაგის ბრალი, იარაღმა რო გაჭედა. არა უშავს. მაინც უნდა ჩავაბარო. რა ხარ თქვი, ჩემს სიტყვას გავასრულებ. ეხლა 24 გრამები ვისროლოთ. მოდი ამითვე გავაგრძელოთ Neo X-ით და შემეჭო. ხო, ვაზნა. რაღაც მონიშნული გვაქვს იმით ისროლე. რა? შაკანი.
რა ნიშნელი აქვს? წავიდა. მეორეთი კიდე იმითვისვით. გერევე? მეორე ძალიან მაგრად ისვს ეს იარაღი. სიგის მეორე მუშკა მაგრად მჭრის. ცოტა მჭრის გამიზნებაში. მოდი ვნახოთ. 24 გრამიანი ჟაკანია და ბევრად მაგარი დიდი უკუცე მაქვს, ვიდრე 29 გრამიანს. ახლა ორივეს შეგზნება სხვადასხვა არის. ამას ბევრად მეტი უკუცე მაქვს. ტყიაშია. შოქში ვარ. რა სიძახი ძმაო? ტყიაშია. დედას გეფიცები. აწეული პლანკით ჩვეულებრივად თამასა და გადავფარე, როგორც წესია და ისე ვესროლე. და შედეგიც აგერ არის. ჩათვალე ეს 50 მეტრში პირდაპირ ტოჭკაში მოხდებოდა რა. პირდაპირ 10-იანში. წამოეხა სტოგერით ვისროლთ. დროს ჩემ ფეხებს გავასწრებთ, მაგრამ მაინც სანამ დაღამებულა და თვალით ჩანს, განვახორციელოთ გასროლა, მაგრამ ერთი ჟაკანი სადღაცას გაიქცა, ფეხი აიდგა. აბა დავასვენოთ ნეო X-ი, გადავიდეთ სტოგერ 3000-ზე. და იგივე ჟაკნები 24 გრამი წავიდა. ეს უფრო მაგრა ურტყავს. ძალიან ძლიერი ჟაკანია, აი მხარში მაგრად იგრძნობა. ესენი კარგად ჩაალაგა. იმ ჟაკანთან შედარებით ეს ჟაკანი ბევრად გამოირჩევა თავის სიზუსტით რა. იმიტომ რომ არის კონტეინერში ჩადებული და აი გასვისას ძორება ეს კონტეინერი და ბევრად ზუსტად მიდის რა. აგის შედეგის სახეზეა. თუმცა ეს ჟაკანი საბოტი უფრო არის ნარეზიანი ლულისთვის გათვლილი ჟაკანი რა. მაგით უნდა ისროლო რა, რომ დაატრიალოს კარგად. ხედავ? ხედავ რა მაგარი შედეგი აქვს. ესეც იდეალური შედეგია მეგობრებო. რა იდეალური მიტანა აქვს ამ იარაღსაც. იდეალურია, ანუ 10 ბალიდან 8-ს დაუწერდი 30 მეტრაზე. ნუ ნეო X 10-დან მართლაც დაუწერდი რა. მასაი მარას რას დაუწერდი შენ? სტოგერივით რა. ხო, მეც რას დაუწერდი. ფენომა. ხო. ფენომას? ფენომა გვერდზე მაგრამ მე მომობ ჩალაგებას. არ მომობ საწაიო. შეჯგუფებას. ეგ ჩვენ ვიდეოებს მე უნდა გადავხედოთ და რაღაცა ის უნდა გავაკეთოთ ცხილისავით რა. მოკლედ გავედით ბოლოში. ნუ რაც შეძლეს იარაღებმა გააკეთეს, ჩვენსაც შევძელით, როგორც შევძელით, ისე გავაკეთეთ. იარაღები ორივე ახალია, ჩათვალეთ არ არის კარგად ნამუშევარი და კარგად დამუშავებული, თუმცა ახალი იარაღისთვის თუ კარგი ტესტირება იყო დამეთანხმებით რა. თქვენს კომენტარებს ვაქცევთ ყურადღებას, ვკითხულობთ, ვაანალიზებთ რაც და როგორც არის, დაწერეთ შემდეგი ვიდეოც რომელი გავტესტოთ, განვიხილოთ და შემდეგი იარაღისთვის მოვემზადოთ განსახილველად. მადლობას გიხდით იმის რომ გვიყურებთ და გვადევნეთ თვალყურს, ეს ჩვენ ძალიან გვახალისებს. მეტ мотивაციას მაძლევს პირადად მე და მეტ мотивაციას იმის რომ გავაგრძელებთ ეს ყველაფერი და თქვენს გაგახაროთ, ცოტა გაგახალისოთ და ასე შემდეგ. აგერ დღე-დღეზე უკვე სეზონის მოდის, საკმაოდ ხურვალე სეზონი იქნება მე ესე მგონია. ყველას გისურვებთ წარმატებულ ნადირობის გახსნას, მშვიდობიანად დასრულებასაც და რა ვიცი, ხიფათის და ყველაფრის გარეშე რომ გაგეტარებინოთ ეს პერიოდი. დაგემშვიდობებით და შემდეგ ვიდეოს კიდევ შემოგთავაზებთ კომენტარებიდან გამომდინარე გადავწყვიტავთ რა განვიხილოთ. აბა დროებით და კარგად ბრძანდებოდეთ.